საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდმოწამე ეკატერინე ალექსანდრიის მმართველის კონსტის ასული იყო. ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ჭაბუკები ეკატერინეს მშობლებს ასულის ხელს თხოვდნენ, მაგრამ წმინდა ქალწულის გულმა ვერც ერთი ვერ მიიღო. წმინდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა. ეკატერინეს დედამ ფარულმა ქრისტიანმა ასული რჩევა დარიგების მისაღებად თავის სულიერ მამასთან ქალაქის მახლობლად განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმინდა მოძღვართან მიიყვანა. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოусმინა უთხრა რომ იცნობდა ჭაბუკს, რომელიც გვარიშვილობითაც, სიმდიდრითაც და ყოველ მხრივ აღმატებული იყო მასზე. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმინდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენელ იქნა. წმინდანის წინ საღვთო ჩვენებით წარდგა ყოვლადწმინდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს თხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისთვის, მაგრამ ყრმამ პირი აარიდა ასულს. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი. ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმინდა ეკატერინეს სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმინდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი, ოქროს ბეჭედი უბწყინავდა. ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინე ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ ქალაქი აავსო. მსხვერპლად ადამიანებსაც წირავდნენ. დაუნდობლად ყრიდნენ სესხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებსაც მახვილითა და ტანჯვითაც ვერ აშინებდნენ. ქრისტეს მოწაფეებისადმი წმინდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრუნმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა შეცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაც მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც ისინი მტკიცედ წარდგნენ ქრისტესთვის სიკვდილის წინაშე. იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს. იმპერატორმა აწამებინა ნეტარი, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტინამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმინდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბწყინებული წმინდანის სულის სიმტკიცემ. წმინდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს. ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს დედოფალმა ავგუსტამ და მხედართ უფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის ცდუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ ქრისტეს ერთგული რჩებოდა. ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უშჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმინდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. მე-6 საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკულიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში პატივით გადააბრძანეს. 7 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ასევე აღნიშნავს დიდმოწამე მერკურის, მოწამეების ვასილისა დედოფლის, პორფირის სტრატილატისა და ორასი მხედრის, ღირსი მასტრიდია ქალწულისა და ღირსი სიმონ სოიგინელის ხსენების დღეს.
საქართველო და ნატო ამ სახელწოდების სემინარს ბორჯომმა უმასპინძლა. კონფერენციაში 40-მდე სასულიერო პირმა მიიღო მონაწილეობა. რა არის ნატო? რა სახით მონაწილეობენ ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიებში? როგორია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე 3 დღის განმავლობაში დარგის სპეციალისტები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მსჯელობდნენ. შეხვედრები განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირო ოფისის მხარდაჭერითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა. ღონისძიების მონაწილეებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებისა და ამოცანების, წევრ ქვეყნებში რელიგიური ორგანიზაციების მდგომარეობისა და ევროინტეგრაციის პროცესში სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. დასკვნით ეტაპს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სხვა სასულიერო პირებთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოს დაუმა. ჩვენ ყველას გვესაჭიროება განათლება და შემეცნება. თუ რა არის ინტეგრაცია, რა არის ნატო, ჩვენ არა გვაქვს სწორი შეხედულებები. რაღაცნაირად თითოეულ ჩვენთაგანს დეზინფორმაციის სახით გვეწოდება, რომ ეს არის რაღაც საშინელება და ამიტომ ეკლესია პირველ რიგში ვალდებული ვარ ჩვენც რომ გავერკვიოთ. მე დიდად მოხარული ვარ, რომ თითოეული ვინც კი დღეს მონაწილეობს და ვისაც კი შეხება ქონია, ყველა რწმუნდება, რომ ეს აუცილებელი იყო. შეიძლება გარედან ვინც შეხედავს, ხო, მისთვის ჯერ კიდე გაუგებარიებოს, მაგრამ როდესაც ის შეიცნობს, დაინახავს, ის მიხვდება, რომ გვიანაც ხომ არაა. ბრცენი დროს უსწრებს, ჭკვიანი ფეხდაფეხ მიყვება და სულელი ეჭხირება. და ფეხდაფეხ ყველა გამოწევას უნდა მიყვე ფეხდაფეხ. მით უმეტეს ეკლესია, რომლისათვისაც უნიშნელო არ არის ჩვენი ხალხის მდგომარეობა. თქვენ მოგეხსენებათ ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში რაოდენ დიდია ჩვენი სასულიერო პირების, მამაობის, მეუფების წვლილი და ის მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია მათ მხარდაჭერა იმ პროცესებისადმი, რომელსაც ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური მისწრაფეები ქვია, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს და საპატრიარქოც ამაში ბუნებრივია ერთ-ერთი პირველი გვიდგას გვერდში. ტრენინგი რეალურად ეხებოდა და იყო მრავლის მომცველი, კონკრეტულად უფრო საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების შესახებ, ასევე ყავდა სხვადასხვა სპიკერები მოწვეული, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის შესახებ, ისტორიის შესახებ, თუ რა განვლო საქართველოს და ნატომ აი ამ პარტნიორობის პროცესში, მიმდინარე პროგრამების და პროექტების შესახებ, ასევე ვიმსჯელოთ იმ პერსპექტივებზე და პროცესებზე, რომელიც ეხლა მიმდინარეობს საქართველოს სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა რეალობაა, რა გამოწვევები და კითხვებიც იყო ძალიან აქტუალური. ის კითხვები, რომელიც საზოგადოებაში ისმის, ასევე ის მითები, რომლებიც ვრცელდება სამწუხაროდ იგივე რუსული პროპაგანდის მეშვეობით, ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ, რომ პროპაგანდასთან ბრძოლის ერთადერთი შესაძლებლობა არის რეალურად ინფორმირება და ჩვენ ძალიან გვიხარია კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ სასულიერო პირებმა ასეთი დიდი ინტერესი გამოხატეს და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრის მომცემ იქნება ესეთი აქტიური თანამშრომლობა. თქვენ მოგითხებით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია ქართველი სასულიერო პირებისთვის. მე კი მინდა ვთქვა, რომ მათთან შეხვედრა და დიალოგი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც პირველად ჩამოვედი საქართველოში, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დონის მსჯელობები იყო ევროკავშირისა და ნატოს შესახებ. თქვენ ძალიან სერიოზულად უდგებით ამ თემას, რაც ძალიან კარგია. როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, მეტი საქართველოა ნატოსა და ევროკავშირში, ისევე როგორც მეტი ნატო და ევროკავშირია საქართველოში. მსგავსი შეხვედრები სასულიერო პირებთან კი კიდევ უფრო გაახლოებთ ამ მიზანთან. მოგეხსენებათ ჩვენ გარკვეულ რაღაც ინფორმაციულ ვაკუუმს განვიცდით ხშირ შემთხვევაში, ან არასწორად მოგვეწოდება ეს ინფორმაცია და ეხლა გვაქვს საშუალება რაღაც პირველ წყაროებთან ვისაუბროთ, ვინც უშუალოდ ჩართული არიან ამ პროექტებში, გულისხმობ ნატოსა და ევროკავშირთან უშუალო ურთიერთობა, სამღვდელოება უფრო მეტ ინფორმაციას იღებს, რომ მათ შეკითხვებზე საშუალება ქონდეთ გასცენ პასუხები. გულისხმობ შეკითხვებს მრევლისგან, რომელიც შეკითხვაც შეიძლება მოდიოდეს, რომ აი რას ნიშნავს ეს ყოველივე, რა კურსია ერჩია სახელმწიფომ, რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო და შესაბამისად ეკლესია როგორც ცოცხალი ორგანიზმი ამაში ყოველივეში ჩართული უნდა იყოს. თემები იყო მრავალი, მაგალითად ნატო და საქართველოს კონფლიქტები,
რა ტიპის დახმარება მოდის საქართველოს არმიისადმი ნატოს მხრიდან, როგორ მონაწილეობს ქართული არმია ნატოს მისიებში. აი ეს თემები იყო. მოგეხსენებათ, რომ ქართული ეკლესია რა თქმა უნდა ავტორიტეტული ნაწილი არის ჩვენი საზოგადოების და მათი ინტერესიც ძალიან ბუნებრივი არის იმისადმი რა ხდება ჩვენ ქვეყანაში საერთოდ. ნატო სამოქალაქო ოფისის თანადგომით მოხდა ძალიან საინტერესო სამდღიანი გასვლითი სესია ბორჯომში საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო პირებისათვის სხვადასხვა ეპარქიიდან არიან ჩამოძანებული მამები, ასევე მღვდელმთავრები და გვაქვს საშუალება იმისა, რომ ძალიან უშუალო გარემოში ვისაუბროთ ნატოს შესახებ, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, იმ მომავალი პერსპექტივების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამ ძალიან დიდ ალიანსთან. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა განმარტეს, სასულიერო პირებისგან საკითხით დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. კონფერენციის მიმდინარეობისას მათ მიერ გაჟღერდა ის კითხვები, რომლებზეც მრევლი ყველაზე ხშირად ამახვილებს ყურადღებას. იდეის ავტორთა განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენციების ჩატარება მომავალშიც იგეგმება. ინკლუზიური განათლების თემაზე მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრა მიეძღვნა აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მიდგომას, რომელიც ღონისძიების მონაწილეთა განცხადებით გულისხმობს გაცილებით მეტს, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობაა. კონფერენცია მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების მიმართ ინტერესის მქონე პირებისა და დარგის სპეციალისტებისთვის საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური პროფესიული განათლების მიღწევებისა და გამოწვევების გაცნობას. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში პირველად შევთავაზეთ სკოლებშიც და პროფესიულ სასწავლებლებშიც, ესე იგი ინკლუზიური სწავლების სერვისები, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ამიტომ სულ უფრო მეტი ოჯახი და სულ უფრო მეტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე მიმართავს სკოლას და დროთა განმავლობაში ეს რაოდენობა იზრდება, რაც რა თქმა უნდა თავისთავად კარგია, თუმცა არის გამოწვევა ჩვენთვის, იმიტომ რომ მეტი სპეციალური მასწავლებელი უნდა უზრუნველყოთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია გაეროს ბავშვთა ფონდის, როგორც გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის დანერგვის თვალსაზრისით. ბოლო 10 წლის განმავლობაში 1200-ზე მეტი სკოლის ჩართვა მოხდა ინკლუზიური განათლების სისტემებში, 7000-ზე მეტი მოსწავლე არის ჩართული და პროფესიული განათლების დონეზე 680-ზე მეტი სტუდენტი არის უკვე გადამზადებული ინკლუზიური განათლების პროგრამების ფარგლებში. ჩვენ საჯარო სკოლაში, ისევე როგორც სხვა დანარჩენ საჯარო სკოლებში, ინკლუზიური განათლება ხორციელდება. ეს უშუალოდ ეხება სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. ამავდროულად ჩვენ სკოლაში პირველად გაიხსნა ინტეგრირებული კლასი უშუალოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს ეხება სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს, რომელიც რამოდენიმე წელია უკვე წარმატებით ხორციელდება და მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე, ვინაიდან მოვახდინოთ სრულფასოვანი სწავლა-სწავლება, მსგავსი მოსწავლეების და ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში. ეროვნულ მუზეუმსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ითვალისწინებს ორმხრივ საქმიანობას, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მეცნიერების შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას და სამუზეუმო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა. ჩვენი მემორანდუმი არ არის მხოლოდ გავალდე, ეს არის ძალიან კონკრეტული პროგრამა იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნულ მემკვიდრეობის კვლევაში და მის მოვლა-პატრონობაში შემოვიდეს აბსოლუტურად თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხდეს ამის პრეზენტაცია და რაც ყველაზე მთავარია, რომ ეს იდეა, რომ მეცნიერება, ხელოვნება შეიძლება იყოს აზროვნების ნაწილი, უნდა ვითარდებოდეს სრული ბავშვობიდან და ჩვენ გვექნება ბევრი საგანმანათლებლო ერთობლივი პროგრამა. ეს გულისხმობს კონკრეტულ სამუშაოებს, როგორც სწავლების კუთხით, ისევე კვლევების მიმართულებით, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებით
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი ინოვაციების სფეროთ დანერგვით, კულტურის სფეროში, რომელიც მოიცავს როგორც სამუზეუმო, ისევე თქვათ სხვადასხვა კულტურის მიმართულების პროდუქტებს, სადაც შესაძლებელია ტექნოლოგიების დანერგვა, თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რომელიც დაეხმარება როგორც იგივე უნივერსიტეტის განათლებას, ასევე დაეხმარება ისეთი ინოვაციური პროექტების დანერგვას, რომელიც ასევე ჩვენ ქვეყანას მაქსიმალურად ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას მოახდენს. კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისთვის. ამ სახელწოდების რეგიონული ფორუმი თბილისში 9 დეკემბერს გაიხსნება. ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე ორგანიზატორებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წინა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა ქვესექტორის წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე იმსჯელეს. პროექტში ასახულია სამეწარმეო პოტენციალის განვითარებისთვის საჭირო მექანიზმები და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნება, არქიტექტურა და დიზაინი, კინო, აუდიოვიზუალური სექტორი, ციფრული მედია, კულტურული მემკვიდრეობა, ხალხური რეწვა და საგამომცემლო საქმიანობა. როგორც ცნობილია, მხარეები შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების დოკუმენტში ასახულ ხედვას ფორუმზე უკვე ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგენენ. 9-ში ამ ღონისძიებას ფორუმს ესწრება საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და განათლების სამინისტრო. ამას გარდა უცხოელი ექსპერტები, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეს არის საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციები თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ განვითარდეს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრია. Που დავშოთ საუბრობთ კულტურის განვითარებაზე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაზე, ცხადი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე, ანუ თვითონ ინდუსტრია და სახელმწიფო სექტორი საკმაოდ აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს და ეს შეხვედრებიც ცხადია და ხვალინდელი ფორუმიც ამას ემსახურება. შეეხება რეკომენდაციების კუთხით შეიძლება ისევ და ისევ გამოიყოს ალბათ კოოპერაციის გააქტიურების მნიშვნელობა. იმიტომ რომ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტი უკვე როგორც ვიცით მომზადებულია და მთავარი ასე ვთქვათ ფაზა იქნება მისი იმპლემენტაცია პრაქტიკაში. და პრაქტიკაში მისი გატარება და ყოველდღიური დაგეგმილი ნაბიჯების განხორციელება, რა თქმა უნდა, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე იქნება დამოკიდებული. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კლიმატის ცვლილებების სფეროში მომუშავე ექსპერტებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად ქალაქ მარაკეშში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის პოზიციები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებების შესახებ არსებულ მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა მწვანე კლიმატის ფონდში არსებულ პროცესებზე ანგარიში წარადგინეს. ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა. ერთ წელიწადი გავიდა პარიზის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, COP21 მოიხსენებათ გასული წლის დეკემბერში ჩატარდა პარიზში, მას შემდეგ ნიუ-იორკში იყო მისი ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი, ამის შემდეგ მიმდინარეობდა რატიფიცირების პროცესი. ეს პროცესი უფრო სწრაფად გაგრძელდა, ვიდრე იყო დაგეგმილი. შესაბამისად შეთანხმებული ვიყავით, რომ 55% როგორც კი იქნებოდა ხელმოწერილი მხარეების ძალაში შევიდოდა და დაგეგმილზე უფრო სწრაფად შევიდა იგი ძალაში. საქართველოს დაგეგმილი აქვს 2017 წელს რატიფიცირება ხელშეკრულების და ჩვენ გავხდებით ბონში უკვე 23-მე კონფერენციაზე წარდგებით უკვე სრულუფლებიან წევრები.